კიდევ ერთხელ დილამშვიდობის ყველას ვირფავს ტელემაყურებლებო, ვინც ახლა გადმორთულ ჩვენს არხზე და შემოგვიერთთ და უკვე ყავს სტუდიაში სტუმარი, როგორც დაგპირდით, დიდი ღმის წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას უპატაშვილი, რომელთან ერთადაც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან, საჭირო და აქტუალურ საკითხზე, როგორც არის ბავშვთა სწორად აღზრდა. პირველ რიგში მოგესალმებით, მამაო, და მოგესალმებით ქრისტე აღზრდა. ჭეშმარიტად. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. მოკლედ, პირველ რიგში ვიდრე აი ამ თემას გავშლიდეთ და თემა თავისთავად საინტერესოა და ფართოდ შეიძლება მასზე საუბარი. დასაწყისში მინდა გთხოვოთ კიდევ ერთხელ შეგვახსენოთ ჩვენ და ჩვენს ტელემაყურებელს, როგორც სასულიერო პირმა და როგორც 7 შვილის მშობელმა, მე მგონი არ ვცდები, ხო? რა პასუხისმგებლობა და მოვალეობა არის და ასევე წყალობაც არა ღვთისგან იყო მშობელი და რა დადებითი და უარყოფითი მაგალითების აღება შეუძლიათ ჩვენ შვილებს ჩვენგან ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. მშობლობა აი პროცესია, შემოქმედებითი პროცესია. ეს როგორც ვიცით, აღზრდასთანაა დაკავშირებული და მე თვითონ შენს ერს ეხები და სიცოცხლეს აგრძელებ და ეს რაღაცა დიდი პროცესია და თავს ძალიან ღირსეულად გრძნობ, როდესაც რაც შეგიძლია რომ იმას აკეთებ ყველაფერს. შვილთა ყოლა, შვილთა აღზრდა ეს არის აი ძალიან ღირსეული, შეიძლება რაღაცა მომენტში მძიმე შრომა, მაგრამ აი ალბათ ყველაზე აუცილებელი და საჭირო. აი რა შეიძლება მას შეადარო, თუ ადამიანები არ გამრავლდნენ, თუ ესე იგი უფლის კურთხევა არ შესრულდა, რომ აი ვთქვათ იმრავლეთ, ინაყოფიერეთ, ეს კურთხევა მიეცა ადამიანს და მეც ადამიანი რო ვარ, მეც მომეცა ეს კურთხევა. აი ამ კურთხევას რო ასრულებ ღვთისას, ეს რაღაცა დიდი სიკეთეა, რომელითაც გრძელდება სიცოცხლე. და თუნდაც ვთქვათ, აი ჩვენი ლამაზი ერის სიცოცხლე, რომელიც ქრისტეს არასდროს არ ღალატობდა და როგორც გიორგი მთაწმინდელი ბრძანებს, არც გეცრუებითო. და ვიდრე ჩვენო კათოლიკე მშობელო ეკლესია და აი ეს სიკეთე რა თქმა უნდა იცოცხლობდეს და რა თქმა უნდა შვილი ამის განსახიერება უნდა იყოს და რა თქმა უნდა სიმრავლეს მნიშვნელობა არ აქვს თუ ღირსება არ იქნა იქ და მშობელმა ალბათ პირველად რაც უნდა მისცეს შვილს ეს არის ღირსების გრძნობა რომ შენ ხარ ღვთის წარმომადგენელი ამ ქვეყანაზე შენ ხარ სიკეთის მხარდამჭერი და რომ შენ ხარ რაღაც აი სიმშვენიერის მატარებელი რომელსაც თუნდაც ჩვენი კულტურა ქვია და ეს კულტურა რა თქმა უნდა ადამიანმა თავის-თავში უნდა შეეკრიბოს გაატაროს და კიდევ უფრო რაღაცა შემატოს თუ ღვთის მადლი ექნება თუ არა და არ დააზიანოს მაინც ამიტომ ეს ძალიან ისეთი ამაღლებული თემაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩემს ოჯახში 7 შვილი იზრდება და ეს 7 დიდი სიცოცხლეა, 7 კურთხევაა ღვთისა, 7 რაღაცა დიდი ძალაა, რომელიც ამ ქვეყანას შეემატა და აი ღმერთმა ინება რომ ის ჩემ ხელში, ჩემს ოჯახში იზრდება და მადლობა ღმერთს ამისათვის. Mama Lukai ჩვენ განვავრცობთ ცოტა მოგვიანებით მრავალშვილიან ოჯახებზე საუბარს. მინდა შეგეკითხოთ აი პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე სტანდარტულად დედას ოჯახში უფრო ევალებოდა რომ ბავშვის განათლებაზე ეზრუნა მის აი ჩამოყალიბებაზე უფრო აი ამ კუთხით მამას უფრო აი ფინანსური დახმარებულყოფა გაეწია. თუმცა ბოლო დროს თითქოს შეიცვალა ეს პასუხისმგებლობა. რამდენად აუცილებელია რომ ეს პასუხისმგებლობა დედამ და მამამ შვილის სწორად აღზრდის გადაინაწილონ თანაბრად. ჩვენ ღვთის კურთხევა ვახსენეთ და ღვთისგან კურთხეულია ეს რომ ცოლი და ქმარი მეუღლეობა რო გასწიონ და ისინი ერთმანეთს ავსებენ ამ შემთხვევაში. ახლა მანდილოსანი ჩვენ ვიცით რომ უსაზღვრო დიდ სითფოს აფრქვევს თავის შვილებზე. აი ჩვენ ვიცით თითოეულმა ჩვენთაგანმა რომ დედა როგორი საოცარია ხა დედის მომზადებული საკვები საოცრად გემრიელი იყო და მე მახსოვს მე ბავშვობაში გარდამეცვალა დედა და მე მახსოვს ეს ბავშვობის მოგონებები როგორი ტკბილი იყო ეს ყოველივე და აი დედა საოცარი სიკეთეა დედას თავისი ადგილი აქვს და რა თქმა უნდა მამას თავისი ადგილი და რა თქმა უნდა თუ ჩვენ მათ ადგილებს აურევთ ხო ეფექტი არ იქნება ამ შემთხვევაში რაღაცა იკარგება აუცილებლად მანდილოსნისთვის ბუნებრივი მდგომარეობა როდესაც ის
სიკეთესა და სითბოს აფრქვევს თავის ოჯახში და ქართველები მას დედაბოძს ვეწახოდით. იმიტომ რომ მას დედაბოძს უჭირავს მთელი ჭერი. დედაბოძი რო გამოგეცალა ძველი კონსტრუქციის სახლისთვის, მთლიანად დაიშლებოდა სახლი. ასევეა მანდილოსანი თუ გამოეცალა ოჯახს, ოჯახი ინგრევა. ფსიქოლოგიურად, სულიერად და თავის მოვალეობებს შეიძლება ვერ შეასრულოს მე ოჯახის წევრებმა და ბავშვები შეიძლება ნაკლულოვანი გაიზარდნენ. ნაკლულოვანს გულისხმობ ფსიქოლოგიურ ნაკლს, რომელიც აი მადლობა ღმერთს, რომ ფსიქოლოგებს კარგად აქვთ გამოკვლეული. თუ ბავშვს არაფერი არ უნდა მიაკლდეს ბავშვობაში, ისევე როგორც თქვა ნერგს რო ჩავრგავთ, მას არაფერი არ უნდა მიაკლდეს, რომ კარგად ლამაზად გაიზარდოს, არც გადახრილი, არც გადმოხრილი და სრულყოფილი, არც დაავადებული. აი ასეთ ამ დროს აი ღმერთმა ყველას თავისი მოვალეობა განუკუთვნა და მამაკაცი თავისი ღირსებებით ბრწყინვალეა, მანდილოსანი თავისი ღირსებებით, რა თქმა უნდა, ბრწყინვალეა და ორივეს აქვს შეუცვლელი მნიშვნელობა შვილებისათვის. და რა თქმა უნდა, დედა თუ სითბოა, მამა ავტორიტეტია უკვე. და როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ეს არის ღმერთი ოჯახში. აი მამა ხშირად არ არის ოჯახში, მაგრამ ის რაღაც აი ღმერთივითაა ბავშვებისთვის. შეიძლება ხშირად ვერ ხედავენ მას, მაგრამ ის არის ავტორიტეტი. აი ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მამა რო გარდაიცვალოს, აი მამის საფლავიც კი ზრდის ბავშვს. თუ დედა რა თქმა უნდა სწორად გამოიყენებს ამ მდგომარეობას და აი მამის წინაშე პასუხისმგებლობას რო არ შეარცხვინონ თავიანთმა, ბავშვი იზრდება. მაგრამ თუ დედა გამოაკლა, დედა ძალიან დიდი დანაკლისია ბავშვებისთვის, იმიტომ რომ მანდილოსანი ბუნებრივად თბილია და ბუნებრივად ეფერება თავის შვილებს. და რა თქმა უნდა, თუ შვილებს აქვთ ამისი კომფორტი, რომ 24 საათი ისინი ხედავდნენ თავის დედას, მათზე უფრო ბედნიერები არავინ არ არის, განსაკუთრებით 5-6 წლამდე ასაკში. დიახ, მამა უკვე ავტორიტეტი ახსენეთ და ასევე ფსიქოლოგები თვლიან, რომ და პრინციპში არც არის ეს არავისთვის ახალი, რომ მაგალითს აქვს უდიდესი მნიშვნელობა და არსებობს თურმე რაღაცა ეტაპები, მაგალითად ვიდრე ბავშვი საჯარო სივრცეში გავა, იქნება ეს თქვა საბავშვო ბაღი და შემდეგ სკოლა და ასე შემდეგ, მისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტები არიან მშობლები. ანუ რისი კითხვა მინდა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მაგალითს ბავშვის აღზრდისას. მე ხშირად მინახავს შემთხვევები ჩემს გარშემო, როდესაც უკრძალავენ რაღაცას უხსნიან მშობლები შვილებს, რომ თქვათ ეს არ შეიძლება, არ ვარგა, მაგრამ მაგალითით სულ სხვა რამეს აჩვენებენ და ბავშვს ენგრევა ფსიქიკა, ასე თქვათ, მას ვერ გაუგია, თუ კი მიკრძალავ რაღაცას შენ რატომ აკეთებ თქვა და ამას, ანუ რამდენად დიდი სიფრთხილე გვმართებს, როდესაც აღზრდას ეხება საქმე და რამდენად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი მაგალითი იყოს სწორი მაგალითის და მაჩვენებელის და ორიენტაციის მიღწევი ჩვენი შვილებისთვის. აი შვილებმა შეიძლება მშობელთა კრიტიკა დაიწყონ სადღაც 11-12 წლის ასაკიდან. და ეს უმრავლესობას ემართება. კი, მაგრამ სანამ 11-12 წლის ასაკამდე მივა შვილი, ანუ პირველი კრიზისული პერიოდი დაეწყება, გარდატეხის პერიოდს რო ვეძახით, მანამდე არის დედის წიაღში ყოფნის პერიოდი, მანამდე არის 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, პირდაპირ ხო 12 წლის არ გახდება ადამიანი და ანუ კრიზისულ პერიოდში პირდაპირ ხო არ შევა. მაგ დროს, ანუ კრიზისულ პერიოდში ადამიანი უკვე იწყებს ასე ვთქვათ მოქმედებას, ის პიროვნება ხდება უკვე და თავისი აზრს იყალიბებს ყველაფერზე. და აი, როდესაც 1 წლის არის, 2 წლის არის, მისი უპირობო ავტორიტეტები არიან მშობლები. აი, რაც არის მშობელი, იმას ისრუტავს, აი, როგორც ღრუბელი წყალს ისე ბავშვი. და იმ ღირებულებებს ღებულობს. და ამიტომ ყველაზე აღზრდის, ყველაზე საუკეთესო საშუალება ეს არის პირადი მაგალითი. შენ რა ღირებულებებიც გაქვს, შვილი ავტომატურად იმას ღებულობს. და ესე იგი ის არის მისთვის ყველაზე საუკეთესო და ყველაზე ლამაზი და ყველაზე თვალწამტაცი და ფოკუსირებას ახდენს ბავშვის სწორედ იმ ღირებულებებზე, რაც შენ გაქვს მშობელს. და რა თქმა უნდა, იმაში ცდილობს გარკვევას. იმიტომ რომ მისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი, ყველაზე ლამაზი მანდილოსანი მსოფლიოში მისი დედა და ყველაზე ძლიერი მამაკაცი მისი მამა, ყველაზე კარგი მშობლები, მისი მშობლები. რა თქმა უნდა და ეს ღირებულებები უკვე ბავშვი უკვე ეძლევა და აი ფსიქოლოგები ამბობენ რომ 12 წლის ასაკში უკვე ღირებულებები აქვს ბავშვს ჩამოყალიბებული და თუ თქვათ ჩვენიც ქცევით არასწორი ღირებულებები მივეცით მას, მერე რომ უძახოთ რომ
თქვათ აი სიგარეტის მწევა არ შეიძლება, ანუ კიდე სხვა ცუდი ქცევები, ეს ხო აი ზედმეტობები არ შეიძლება, ის ვერ გაიგებს. მას შენი მაგალითით უნდა აჩვენო 1 წლის ასაკში, 2 წლის ასაკში. ანუ ეს არის პროცესი. როგორც ჭიგოს მიყვება თქვათ ვენახი, აი ასე უნდა აყვეს შვილი თავის მშობელს. და ის სხვანაირ ფორმას ვერ მიიღებს ის, რაც უნდა ვეცადოთ. მაგრამ თუ მე კრიზისულ პერიოდში მშობელი არ მოეწონა, მე უკვე ავტორიტეტის ძებნას დაიწყებს ოჯახს გარეთ და ეს უკვე დიდი პრობლემაა ოჯახში. შემდეგ უკვე კონფლიქტს ბადობს და უთანხმოებებს შვილებსა და მშობლებს შორის. ქუჩაში ავტორიტეტი მონახოს, ან სხვაგან უკეთესია თუ თქვათ პედაგოგი იქნება მისი ავტორიტეტი ან რაღაც ესეთი, ანუ დახვეწილი პიროვნება, მაგრამ უმეტესად მაინც გადაიხრებიან არასწორი მიმართულებით და ეხლა თუ ჭიგომ ვერი ვარგა და ვენახი დაეცა, ვერაფერი რას უნდა აყვეს. ვენახი მაინც მოძებნის რაღაცა ასასვლელს და მე იმას მიყვება, მაგრამ ეს მე უნაყოფო რჩება. მამა აი გადავინაცვლოთ და ვისაუბროთ მრავალშვილიან ოჯახებზე და თქვენ თქვით რომ აი 7 შვილის მამა ხართ და ალბათ თქვენზე სასურველ სტუმარს დღეს ალბათ ვერ შევარჩევდით. პირადი მაგალითით შეგიძლიათ გვესაუბროთ ამ თემაზე. აი რამდენად რთულია ერთ ოჯახში რამდენიმე შვილის აღზრდა, მით უმეტეს 7 შვილის აღზრდა და რამდენად რთულია მშობლისთვის რომ ერთნაირად დაუთმოს დრო და ენერგია თითოეულ მათგანს, რომ არც ერთს არ მოაკლოს არაფერი, ვთქვათ, აღზრდის თვალსაზრისით. ესე იგი, მე ასე ვფიქრობ, ასე არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ანუ პრაქტიკულად დავრწმუნდი ამაში, პრობლემა არის მაშინ, როდესაც ერთი შვილია ოჯახში, ან 2 შვილია. თუ ვთქვათ, ერთი შვილი ყავს და ის ერთი შვილი მოიწყენს, ახლა შენ მშობელი ვერ ეცდები, სულ დაჯდე და ეთამაშო მას და როდესაც ახლა მაგალითად არის 7, ეს 7 ერთმანეთს ისე ართობს საოცრად. მე ვთქვათ, თუ ერთი მიაღწევს რაღაცა ცოდნას, მე მას ეხალისება, რომ ეს ცოდნა გადასცეს მეორეს. და ეს ისეთი საოცრად სასიხარულო პროცესია, რომ ესე იგი ბავშვები ავტომატურად ღებულობენ იმას განათლებას. მაგალითად, ჩვენს ერთ-ერთ შვილს აქვს მიდრეკილება, ეს ვიქტორინები მოაწყოს რაღაცა, ესე იგი კითხვა-პასუხის რეჟიმში, ისტორიაში იქნება ეს თუ სხვადასხვა საგნებში, ქართულში. და მე პატარებს ისეთ კითხვებს უდგენს, რომ იმათმა მე ვთქვათ, ადვილად გას დაიმახსოვრონ და მე ვთქვათ, ერთი კვირის მერე, ერთი თვის მერე მოაწყოს მე რაღაცა ის ვინ იქნება გამარჯვებული, რაღაც ასეთი თამაშია და ისინი რაღაც თვითონ ერთმანეთს პატრონობენ. და ერთმანეთს ზრუნავენ და მრავალშვილიან ოჯახში ყველაზე მნიშვნელოვანი და სიკეთე რაც არის ის რომ ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ. მშობელს არ ყოფნის დრო, ენერგია და თქვათ თუნდაც ყურადღება იმისათვის რომ ყველას ერთად მიაქციოს ყურადღება. ის ან ერთს აქცევს ან მეორეს ან მესამეს ან თუ ყველა ერთადაა ყველას ერთად, მაგრამ აი როცა გაბნეულია სიტუაცია, ბავშვები ერთმანეთს გულშემატკივრობენ, ერთმანეთს აკონტროლებენ კარგი გაგებით, რომ ვთქვათ რაიმე არ დაუშავდეს მას, უფროსები უმცროსებს პატრონობენ და ისეთი კარგია, მე უმცროსებს უხარიათ რომ მათზე ამდენი ადამიანი ზრუნავს, მე სიხარულით ევსებათ და აი ჩვენ ოჯახში ამ ხრივ არის მუდმივი სიხარული. ეს სიხარული არ ჩერდება. ამ 7 ბავშვიდან 2 მაინც არის ყოველთვის კარგ ხასიათზე და თუ ის ერთი მოიწყენს, აი ვთქვათ, მიდის მე ამ სიტუაციის გამო. ჰარმონიულად ეწყობა ეს ურთიერთობები. და როცა ერთია ან 2-ია, იქ ძალიან რთულია და ეს სიტუაციებიც არის გამოკვლეული მეცნიერთაგან და ძალიან საინტერესოა მათ. დიახ, აი ალბათ როდესაც ბავშვების აღზრდაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება რომ არ შევეხოთ დასჯის არ დასჯის საკითხსაც, ხო? აი საინტერესო სად გადის ზღვარი? ახსენეთ, აი ვისაც 1 და 2 შვილი ყავთ, არა, უფრო რაღაცა კონცენტრირებულები არიან თლიანად, არა, გადართულები, მე რაღაცა იმდენად ზედმეტ და არაზომიერ ბჭყალებში შეიძლება ითქვას, ვითომ სიყვარულში გადადის ეს ყველაფერი, რომ ყველა კაპრიზი აუსრულდება ხოლმე ამ ბავშვს და ბავშვი არავისი აღარ ზრუნავს. მე ხვდები ამ მშობლები, რომ სადღაც დაუშვეს შეცდომა. იგივე თქვა ამ შემთხვევაში თუ კი ისინი ყველაფერს უსრულებენ, რაც მას სურს. მე ხვდებიან, რომ უკვე გვიანია რაღაცის გამოსწორება, ან პირიქით არის, როდესაც ზედმეტად სჯიან შვილებს.
ცემენ. ყველას მე დარწმუნებული ვარ, შენც მოგხვედრია და მეც ბევრი მოგხვედრია. რაღაცა როდესაც დამიშავებია, მაშინ თქვა ყველას გვიტირია, მაგრამ ეხლა რომ როდესაც იაზრებ და მე გადახედა, ხვდები რომ სწორად დაისაჯე შენ მშობლის გამო და სხვადასხვა მე გამოვუცა წმინდა მამების ნაზრებს ვკითხულობდი ბავშვთა აღზრდის შესახებ და საკმაოდ მკაცრად და ისე რაფინირებულად უდგებიან აი ამ საკითხს, რომ შესაძლებელია რაღაცა დოზით ბავშვის დასჯა, როგორც თქვათ, სიტყვიერად, ასევე ფიზიკურადაც კი. მაგრამ აქაც ზომა არის დასაცავი. თქვენ რას გვეტყვით, რომ სად უნდა დავიცვათ ეს რაღაცა ოქროს შუალედი, რომ არც ერთ უკიდურესობაში გადავარდეთ და არც მეორე უკიდურესობაში. პირველ რიგში ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მის მიმართ არიან სამართლიანი. თუ სამართლოდ უჯავრდები ბავშვს, მაშინ მას უკვე შენს მიმართ რაღაცა დისტანცირებას ახდენს ბავშვი. მაგრამ თუ სამართლიანი ხარ, რანაირადაც არ უნდა დასაჯო ბავშვი, ის მაინც შემხარეს იჭერს. აი მაგალითად ჩვენ შვილებს ქონიათ ასეთი, რომ აი დედას უთხრეს, რომ დედა უთხრა, რომ აი მკაცრად რო გეკცეოდითო, მაშინო, ესე იგი, ხო არ გწყინდათო. ესეთი არა, პირიქით უფრო გვიყვარდებოდიო, იმიტომ რომ შენ ჩვენი გულისთვის აკეთებდიო ამასო, რომ ჩვენ ცუდი თვისებები არ გქონოდაო. აი საიდან მოახდინა ბავშვმა ასეთი ხედვა, რომ ფიქრობდით, მე მივედით იმ დასკვნამდე, რომ სამართლიანად, როდესაც მოთხოვ, ის ხვდება, რომ მას რაღაცა ცუდი თვისება ამოაცალეს, როგორც ეკალი, ვთქვათ, ორგანიზმიდან და გაათავისუფლეს ამ სიმძიმისაგან. და რაც შეეხება წმინდა მამებს, ისინი აი ერთ სახოვნად მხარს უჭერენ სიმკაცრეს, ოღონდ სამართლიან სიმკაცრეს. ესე იგი, მაგალითად, ერთი წმინდანი ამბობს, რომ ბავშვს უნდა ვაპატიოთო, მაგალითად, როდესაც მას ყურადღების მობილიზება არ შეუძლია და აქედან გამომდინარე რაღაცას დაუშვებს. შეცდომას არა უნებურად, ასე ვთქვათ. მაგრამ თუ ის მზაკრობას იჩენს, ან ბოროტებას და გაიზნულად ჩადის დროს მშობელი უნდა იყოს დაუნდობელი. იმიტომ რომ საშიშროებაა, რომ ესე იგი ბავშვს ეშმაკ ბოროტი ძალის მანქანებით გული გაუფუჭდეს. და გაფუჭებული გულის ადამიანი აი არაფრით არ შეიძლება. ესე იგი გულიც ისევე შეიძლება გაფუჭდეს, როგორც შეიძლება რაღაცა ნივთი დალპეს ან წყობიდან გამოვიდეს და ახლა წყობიდან გამოსული ან საკვები იქნება თუ ნივთი იქნება, ის არაფრად აღარ ვარგა მერე და თუ ასეთი წყობიდან გამოსული გულის პატრონი გახდა ჩვენი შვილი, იმას ამერე არაფერი აღარ შველის და პირველად ვისაც შემოუტრიალდება, ისევ მშობელს შემოუტრიალდება ეს პრობლემა. ანუ შვილი აუცილებლად ყველაზე მეტად მშობლის მიმართ ექნება დასჯის სურვილი. ნებით უნებლიეთ, შეგნებით თუ შეუგნებლად. ანუ თავის პრობლემებში აუცილებლად მშობელს დაადანაშაულებს. ამიტომ მშობელმა ყველაზე მეტი ყურადღება ამას უნდა მიაქციოს, რომ ბავშვს მზაკრობა, ტყუილი და ეს ბოროტება არ ჩაესახოს გულში. თუ ბავშვი ამას ავლენს, უმკაცრესი უნდა იყოს მშობელი, უმკაცრესი. ბიბლიაში როგორც არის, სოლომონ ბრძენი ამბობს, რომ დაჰკარიო შენ შვილსო წკეპლავ და ნუ შეგაშინებს მისი ღრიალიო. ეს ეხება იმას, როდესაც ბავშვმა არჩევანი უნდა გააკეთოს სიკეთესა და ბოროტებას შორის. და რა თქმა უნდა, ოჯახი ამ შემთხვევაში ერთპიროვნული უნდა იყოს. გაყოფა არ უნდა იყოს. მაგალითად, დედამ შენიშნა ბოროტება ბავშვს, მაგალითად, თოჯინას თვალი ამოთხარა, ეს ბოროტებაა. და კლავი მოაწრო ხო რაღაცა აზიანი ხო შეიძლება რაღაცა ესეთი ძაფსიუჟიტიანი ფილმი ნახა და გაიმეორა ის და შობელმა აუხსნას, მაგრამ თუ ბავშვმა არ შეწყვიტა, მკაცრი უნდა იყოს. მაგრამ თუ ერთი უმბრაზდება, მეორემ არ უნდა შეიფაროს და აი ახლა პატარა და ნუ დაუშვით და ასე შემდეგ გაიზრდება და ჭკუაში ჩავარდება. რო გაიზრდება, უარეს იზამს. ანუ თავისი შეძლების მიხედვით გაზრდის აი ამ ბოროტების. ხოჩერს მამალ აი ყველა ფსიქოლოგი ამას ადასტურებს, ასე ვთქვათ, საუკუნეებია ეს კვლევები არსებობს, რომ ნებისმიერი მოძალადე, ვთქვათ, ზრდასრული ადამიანი დაშვებული არის შეცდომა მის აღზრდაში. ანუ მას სადღაც, როდისღაც რაღაცის გამო სწორედ ბავშვობაში დაუზიანდა ფსიქიკა და ის შემდეგ აი ამ უარყოფითი ემოციების რეალიზებას ახდენს უკვე ზრდასრულ ასაკში. აუცილებლად და ესეთი პირდაპირ სქემაც არის მოყვანილი, რომ აი დედის წიაღში, როდესაც არის ბავშვი, ის არის 60-ში, როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, 60-შია.
ტემპერატურული რეჟიმი, სითბო, კვება, უზრუნველყოფილია ყველაფერი, სიხარული, ყველა ეფექტი. მაქსიმალური კომფორტი. მე ვგულისხმობ ნორმალურ შემთხვევაში. და ესე მაქსიმალური კომფორტი აქვს. მე როდესაც იბადება, ტირილით იბადება, ის ტოვებს საუკეთესო ადგილს მსოფლიოში, სადაც ყველაფერი უზრუნველყოფილია. და როდესაც მოდის ამ ქვეყანაზე, ეძებს თავის ყველაზე ახლობელს, დედას და მამას, რომელიც ხმაც ხშირად ესმოდა და როდესაც მათთან ახლოს, ეს არის უზრუნველყოფილ მდგომარეობაში. ანუ იგივე სამოთხებრივ მდგომარეობაშია. და როდესაც დედა ამყოფებს თავისთან შვილს, შვილი არის დამშვიდებულ მდგომარეობაში, მშვიდად არის შვილი. და ის მერე სამყაროს აღიქვამს როგორც აი სიხარულს. აი, კი, დაიბადა, მაგრამ ყველაფერი სიხარულით. სასურველი გარემოა მის. სასურველი გარემო ყველა ეფერება, პრობლემა არაფერი არ აქვს. მისი ყველაზე ახლობელი ადამიანი დედა და მამა ხშირად არის მასთან შეხედავში, ენერგეტიკულადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მშობელმა შვილს მადლი გადასცეს, სიკეთე გადასცეს, სიხარული გადასცეს, შეხებით გადადის ეს და მეცნიერები როგორც ამტკიცებენ, აი ბავშვმა რამე რო იტკინოს, სერიოზულად რო იტკინოს და მშობელმა რო აკოცოს იმ ადგილზე ან ხელი შეახოს, ბავშვი იკურნება. ხო არსებობს ესეთი ტრადიციაც, მოდი გაკოცო და ბავშვს გონია რომ მართლა გაჩერდება ახალტილის. თურმე ეს ესე იგი კი არგონია, ფსიქოლოგიური მომენტი კი არ არის, რაღაცა ესე იგი ორგანიზმში ხდება ისეთი რაღაცა, რომ აი ეს ენერგია, ეს ტკივილი ქრება ამ დროს. რაღაცა აი ნივთიერებაც გამოიყოფა კონკრეტული ნივთიერება ამ დროს მშობელთან შეხედავ. ანუ ეს ტყუილი არ არის, ბავშვები რო გთხოვენ ხოლმე რომ არა, ის მართლა იმას მართლა უშუშტება ის ტკივილი და აი ესე როდესაც ასეთი სიტუაცია არის, ესე იგი 5 წლამდე განსაკუთრებულად 5-6 წლამდე ბავშვი ამ დროს ყალიბდება ფსიქოტიპად, თურმე ამ დროს ყალიბდება ბავშვი. ამ დროს რაიმე პრობლემა არ უნდა ჩაყვეს ბავშვს, მაგრამ თუ თქვათ დედას ვერ შეეხო და მან ესე იგი ეს ახლობელი ადამიანი ვერ ნახა, მერე ის იძაბება და ეს დაძაბულობა შეიძლება რაღაცა ხინჯი გამოიწვიოს მის პიროვნულ თვისებებში და მერე თურმე მთელი ცხოვრება მიყვება და ეს ბავშვი 5 წლამდე ასაკში გავს შეკუმშულ ზამბარას, რომელიც შემდგომ წლებში იშლება, მაგრამ ზამბარად ჩება, ანუ აღარ იცვლება ეს ფსიქოტიპიო და აი ბავშვობაში მიღებული პრობლემა აუცილებლად დიდობაში იჩენს თავს, რაღაცა აი ზედმეტად შეიძლება არალოგიკურობაში, სიმკაცრეში ან რაღაც აი ვერ მიაღწიოს მისაღწევს ადამიანმა და არ იყოს გულგახსნილი და მე რო უყურებთ ესე იგი ბავშვებს, თუნდაც ჩვენი ოჯახის მაგალითზე, ისინი მაგალითად როდესაც დედასთან იზრდებიან, ოჯახში იზრდებიან, მერე სამყაროს უკვე შენს ისე აღგიქვამენ, რომ შენ ხარ 64-ის წევრი, რომ შენ ხარ ძალიან კარგი ადამიანი და ბუნებრივად შემოდიან შენთან კონტაქტში და შენს მიმართ აქვთ სიხარული და სიყვარული, როდესაც ხედავენ ადამიანს, ღმერთის მსგავს ადამიანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ გონიერება, ის გონიერია, მაგრამ აი ფსიქოლოგიურად ის არის აი ჰარმონიულად განვითარებული ადამიანი. და ამ ჰარმონიულად განვითარებისათვის აუცილებელია სწორედ სამოთხეში ცხოვრება. ნუ სამოთხე რა არის, სადაც სიხარულია და სიყვარულია და ბოროტება არ არსებობს. და ეს ოჯახში ავტომატურად უნდა იყოს. დედა და შვილს შორის ეს ავტომატურად არის. დედა ვერავითარ შემთხვევაში ბავშვს ბოროტად ვერ მოექცევა, მე ნორმალურ შემთხვევაში გულისხმობ, იმიტომ რომ უყვარს მას და სადაც სიყვარულია, იქ ბოროტება ვერ რჩება და ოჯახი ისეთი სტრუქტურაა, მასში ბოროტი ვერ აღწევს. და ეს რა თქმა უნდა ოჯახს ყავს თავისი უფროსები იმისათვის, რომ აი დაიცვას ოჯახი და მასში ბოროტმა ძალამ ვერ შეაღწიოს. დიდი მადლობა მამა. ბევრი კითხვა ვერ დავსვით და ყურადღების მიღმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი დაგვრჩა და ეს საკონფერენციო თემა და დავიცვათ კონფერენცია ამ თემაზე სხვა დროს. დიდი მადლობა მამა, როგორც ყოველთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო თქვენი მოსმენა. მადლობთ, მეც მადლობთ. მაყურებელს შევახსენოთ, ჩვენთან სტუმრად გახდათ დიდი დიღმის 100.000 მოწამის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. ჩვენ 7 გზის ლოცვის შემდგომ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.